ჩოგბურთის მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი ლოპოტაზე. მსოფლიო დონის სპორტულ ღონისძიებას ლოპოტა უკვე მესამედ მასპინძლობს. წლევანდელი თამაშები 9 მაისის ჩათვლით ორი დამოუკიდებელი ტურნირის ფარგლებში ჩატარდება. მაშინ მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის პროფესიონალი ჩოგბურთელი ქალი ასპარეზობს. ტურნირის მხარდამჭერია სპორტის სამინისტრო. ლოპოტას პარეზორტი უკვე მესამედ მასპინძლობს ქალთა საერთაშორისო ტურნირს. წლევანდელი წელი გამორჩეულია იმ გარემოებით, რომ წელს უკვე 75 გუნდიანი ტურნირი ჩატარდა ერთი, რაც საქართველოს მასშტაბით პრინციპში უპრეცედენტოა. ამხელა დონის ტურნირი, ასე რომ ვთქვათ, აქამდე არ ჩატარებულა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ჩვენთვის ის უკავშირი, რასაც მოთამაშეებისგან ვიღებთ, ყველა ძალიან კმაყოფილია. დაიწყო ჩვენი ტურნირების სერია 2026 წლის, რომელიც იმართება სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ წუთას რა თქმა უნდა ლოპოტა რეზორტის მხარდაჭერითაც. ძალიან დიდი ტურნირებია. პირველი კვირა ჩვენ ქონა ქალების 75-იანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურნირია, რომელიც იმართება საქართველოში. შემდეგ ახლა მეორე კვირა არის 50-იანი ქალების. თითქმის ყველა ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრი იღებს მონაწილეობას ამ ტურნირებში. მარიამ ბოლქვაძის გარდა, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ტრავმირებული იყო. ძალიან ბევრ ქვეყანას მასპინძლობთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩოგბურთის განვითარებისთვის და ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტურნირების ჩატარება.